ლიზა. მოგესალმებით, საყვარელო მასწავლებლებო, მშობლებო და მეგობრებო. დღეს ის დღეა, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ბოლოს არის დიდი მნიშვნელობის, რადგან ეს არის შემგროვილი ემოციების, სასწავლო წლები და მომავალ გეგმებზე ერთ დიდ სიმბოლურ აქცენტში შერწყმული. თუმცა ეს არის შესაძლებლობა, რომ ერთგვარად გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება, განცდები და იმედი. ახლა კი სცენაზე ვთხოვთ მე-12 B კლასის მოსწავლეებს, ორკაციან არმიას ლუკას და ბექას. ხაჩიდე მარიამი ნომინაციით ხატვარი მარიამი და სიგუა მარიამი ნომინაციით ხატვარი სერგეი. იზაბელა ნომინაციით მოსაკავე ვარსკვლავი და რობერტი ნომინაციით ჰარი პოტერი. ლენა ნომინაციით მხოლოდ მე და ჩემი ჭუჭის ფრანკარი და ელა ნომინაციით ჩემი ცეცხლი. მაია ნომინაციით სიმშვიდის ბომბა და სოფო ნომინაციით მწარე ჯადოქარი. ნიკა ნომინაციით ბეტონის კედელი და გიო ნომინაციით მინი კაზინო. დანიელა ნომინაციით მინის მდუმარე და ბერბიტაშვილი ნომინაციით სეკვის ალვა ყველა კუთხეში. Just woke up from a dream where you and I had to say goodbye, and I don't know what it all means, but since I survived I realized wherever you go that's where I follow. Nobody's promised tomorrow, so I'ma love you every night like it's the last night.
ჩვეულებს წითელ გულებს საფნებით ნიშნა სადაც არ უნდა წამიყვანო დროთა ქარები თქვენთან შეხვედრას გონებაში ყოველთვის დიდი ხანია მე თქვენს გავლით გზაზე დავდივარ მარტო მე არა დროსთან ერთად კიდევ ბევრდებით ფანჯრელებურად ლედმოხურულს გვიძავთ ბუხად, იგონებთ სკოლას, გაკვეთილებს, ჟღურტუნს ბავშვებს, ფანჯრის რაფაზე შემოგისხდათ ყველა ფრაგმენტი, როგორც ზამთარში შიშველ ხეებს ჯარი შარშველს. ახლა თქვენ ამ ძველი რვეულების სურნელში გძინავთ, იმ რვეულებზე წითელ გულებს საფნებით ნიშნავთ, სადაც არ უნდა წამიყვანო დროთა ქარებმა. თქვენთან შეხვედრას გონებაში ყოველთვის ნიშნავ. დიდი ხანია, მე თქვენს გავლით გზაზე დავდივარ, მარტო მე არა, დროსთან ერთად კიდევ ბევრდები. დათოვლილ თმაზე ძველებურად გშვენით სათვალე. ხო, დაგათხოვათ, თუმცა თქვენმა აღარ ვერდებით. მასწავლებელო, მომენატრეთ ახლა ძალიან. მომინდა, ვიჟდე თქვენს წინაშე როგორც პატარა. ნეტავი ახლა თქვენს კითხვაზე ორთით აწეულ ცოდნის სამყარო თქვენთან ერთად შემომატარა. ახლა თქვენ ალბათ ლედმოხურულს გვიძავთ ბუხად. ახლა კი ვსურვთ თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისათვის სიტყვასა და სიყვარულისთვის გადაგიხადოთ მადლობა მცირედით. სცენაზე ვიხმობთ ხათუნა კვიჟინაძეს. ნომინაციაში ბავშვობის პირველი მზე და ყველაზე თბილი სწავლების მეგზურა. გადაეცემა ქართულ თბილისის ნომერ 131 საჯარო სკოლის დირექტორს ადელინა ენოქიძეს.
გამართულია. ყველანი ვამოგვიდეთ არ შეიძლება? მოგძანით. ბიჭებო, ამოდით. დიმალები გასეთი კარგები. მოდით ამოდით. გადავხედო აბა ვინ არ არის როგორც კლასში შემომიხედებოდი ხოლმე. ამაკეთე მოკლედ მეც რო არ ვაპირებდი მართლაც რომლები წავმივიდა სასიხარულოა ეს დღე ნამდვილად თქვენთვის ახალი ეტაპის დაწყება არის ცხოვრებაში და მინდა დაგლოცოთ ბავშვებო მიყვარხართ ძალიან მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქნებით ის ახალგაზრდები და ის თაობა რომელიც საქართველოს გააბრძნებს ის მომავალი თაობა რომლითაც ვიამაყებთ ჩვენს თქვენი მშობლებიც, ჩვენი პედაგოგებიც, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს თქვენში, რომ თქვენ ესეთი კარგი ახალგაზრდები შემდგარიყავით. თქვენ უკვე შემდგარი ახალგაზრდები ხართ, მიამაყებით ბავშვებო და მიყვარხართ. და ძალიან გთხოვთ, ჩემი ასე თუ ისე სიმკაცრე არ გაყვეთ თან. მე უკვე დავიწყებული მაქვს. მე შენიშნოს რომ მოგცემთ იმის მერე უკვე მავიწყდება. ძალიან ბევრი რამ დამამახსოვრდება თქვენგან. იმიტომ რომ თქვენს და პარალელური კლასიც მე მგონი მთელ საქართველოში ისეთი მე-12 კლასი იყავით, რომელიც სკოლაში დადიოდა და ამაში მე მგონი დამეთანხმებით თქვენს და მშობლებიც. კი მივიღე ბევრი რისხვა, ბევრი შენიშვნა, ბევრი ზარები, მაგრამ თქვენ მაინც დადიოდით. ამიტომ კარგია ის რომ როდესაც მასწავლებელმა და გავამხელ არც დირექტორმა ბავშვის სახელი და გვარი არ იცის მე-12 კლასელის მე სულზე პირად ვიცი და ეს საამაყოც არის ნამდვილად მასწავლებლების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც ყოველდღე გიყურებდით და მართლაც მიხაროდა თქვენი ყოველდღე სკოლაში შემოსვლა თუ გინდ დაგვიანება თუ გინდ ის რომ ქუსლის ხმაზე ვერ ხვდებოდით ლიზიკო მოდიოდა თუ დირექტორი. დაგლოცავთ ბავშვებო, მიყვარხართ, ბედნიერ წარმატებულ მომავალს გისურვებთ და ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით, რომ თქვენ იყავით ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ზადყოფნას თუ რაიმეში დაგჭირდებით თქვენს გვერდში. ჩვენს თქვენი პედაგოგებიც, მადლობა მინდა პედაგოგებს გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც გაწიეს ამდენი წლის განმავლობაში, ქალბატონ მზია გოგოლაძეს, დამრიგებელს, რომელიც პირველ შენიშვნას თუ შექებას პირველად ქალბატონი მზია იღებდა და დამრიგებელი იღებდა. მადლობა მშობლებო თქვენ, რომ გაგვიძელით ჩვენს და გაუძელით თქვენს ბავშვებსაც. ბედნიერი მომავალი მინდა ვუსურვო თქვენს ბავშვებს, ჩვენს ბავშვებს და მთლიანად საქართველოს. დალოცულები ყოფილიყავთ ბავშვები. შემდეგი სიგელი გადაეცემა ქალაქ თბილისის 131 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს თამარ მაჭარაშვილს. ძალიან მიხარია სული შემადგენლობით რომ ხედავ იმ შემადგენლობით რა შემადგენლობითაც მეხუთე კლასში დღეს თქვენი დანახვა მართლა ძალიან გამიხარდა წარმატებები გიდა საუკეთესოები ხარ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებული და საუკეთესო მომავალი გექნება ძალიან მიყვარხარ მადლობა ასეთი თბილი
ემოციებისთვის და თბილი გრძნობებისთვის, რომელიც თქვენ სკოლის მიმართ გამოხატეთ. ჩემი პედაგოგების სახელითაც კიდევ ერთხელ გეფერებით და მადლობას ვუხსენებ. ძალიან ახლა კი ლია მესტვირიშვილი ნომინაციით ვარსკვლავი და სპორტული ფენო. არ არის ლია მასწავლებელი? მანანა მაისურაძე ნომინაციით მოლეკულური ტემპერამენტის ოსტატი და ენერგიის სამყაროს დედოფალი. მადლობა ასეთი ლამაზი ნომინაციისათვის. თქვენ საუკეთესო ბავშვები ხართ მართლაც და დაგილოცავთ გზას. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და თქვენზე სულ კარგი ამბები გაგულგოს, წარმატებები, თქვენით რომ ვიამაყოთ თქვენი კარგი ამბებით. ბედნიერ და წარმატებულ მოვალს გისურვებთ რა თქმა უნდა და დაგილოცავთ გზას. მიყვარხართ ძალიან. დაგილოცავთ გზას. ინგა რუსიას ნომინაციაში ენობრივი ორკესტრის დირიჟორი და ენა გრამატიკის ჯადოქარი. ეს მე ვარ ემოციების ტყვე. ძალიან დატყვევილი ვარ თქვენ. თან წამოსულ ემოციებს მართლაც გეუბნებით ბავშვები. ეს დღეც დადგა. განსაკუთრებული, გამორჩეული. ჩვეულებრივზე უფრო დიდი, ანუ არაჩვეულებრივი. ზოგადად ეს სიტყვა დიდი აღწევითა და რაღაც დადებითი ემოციით გამოიხდის და ამოწმებით ამაში. დღეს ეს სიტყვა ასოცირდება მომავალთან. მომავალი ყველა ადამიანს უყვარს განსაკუთრებულად. მეტადრე თქვენ ახალგაზრდებო, დღემდე მე-12 კლასელები რომ გერქვათ. ყველაზე ლამაზ ფიქრებში წარმოგიდგენიათ ალბათ როგორი იქნებდი. მე მინდა გისურვოთ. შეგძლებოდეთ ყველა იმ უნარჩვევას. საჭირო დროს მომენტში, სივრცეში, კეთილგონივრულად გამოყენება. მიზანმიმართული შრომა. აგიხდეთ ყველა ნატვა, ლამაზ ფიქრებში რომ გაგიულიათ გულში. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი განცდა გააჩნიეთ დღეს ჩემს სულიერებაში. და ლიზიკო, მოკლედ მე რომ ბუხართან ლედმოხვეულთ ჩავთვლებ, ლედმოხვეული ვიქნები და ჩავთვლებ, თქვენ აუცილებლად ჩემს სიზმრებში იქნებით. ამაში დარწმუნებული ვარ. გილოცავთ ყველას, ვულოცავ მთელ სასკოლო საზოგადოებას და იმას, ვისაც დღევანდელი დღე ეძვირფასება. დაგილოცავთ გზას, იარეთ სიკეთით და აშენეთ ციხესიმაგრე, რომელსაც პიროვნული ღირსება ჰქვია. კოცნით. ნანა გაბრიელაშვილს ნომინაციაში პერიოდული სისტემის ჯადოქარი და რეაქციების ალქიმიკოსი. დიდი მადლობა ბავშვებო. გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას. ვიზრდობ ყველაფერს საუკეთესოს და დაგილოცავთ მომავალ გზას ცხოვრების ხმევენ. გიყვარხარ ძალიან.
ნომინაციაში ნანა ქავთარაძის ბიოლოგიური ჰარმონიების შექმნა და ჩვენი ცოცხალი სამყაროს ღიმილი. მოგზავნით. ისურვებით წარმატებებს, წინსვლას და ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში. არის ეს დამავიწყებული პირდაპირ შემოქმედებით და განსაკუთრებული გაუძლება თქვენი შესაძლებლობებით. ლია მერაბუშვილის ნომინაციაში რუსული ენის მზიანი პედაგოგი. მადლობა ჩემო ლამაზე, ჩემო საყვარელო. რო გიყურებთ ჩემთვის ის დღე ნათდება და ჩემთვის ის დღე რაღაც მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარხართ, ეს თქვენ მე მგონი იცით, ჯერ მეხუთე კლასიდან მოვდივართ ერთად და მე როდესაც შეუერთდი აი ამ ლამაზ ბავშვს, საყვარელ ბავშვს, რომლებმაც ძალიან ბევრი ტკბილი და კარგი დღეები მაჩუქეს. ძალიან ლამაზები ხართ ბავშვებო, მინდა რომ ასეთი ლამაზები იყოთ ყოველთვის და ისეთი კარგი ცხოვრება აგეწყოთ, რომ ყოველთვის გვეამაყოს ჩვენ მთელ მასწავლებლებს და მთელ თქვენ მშობლებს, თქვენით ეამაყოს. გამიმარჯვეთ, კარგად ყავთ ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ. მერი ნოზაძე ნომინაციით თეორემების ფიფქია და 7 ნამრავლია. გამარჯობათ ბავშვებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა ასეთი ლამაზი სიტყვებით რომ შემამდეთ. ძალიან საყვარლები ხართ. დიდი ხანი ჩვენ ერთად ვამუშაობთ, სულ რაღაც 2 წელია თუ 3 წელია. მაგრამ ძალიან შემაყვარეთ თავი, ძალიან საყვარლები ხართ. ერთადერთი მინდა გითხრათ ის რომ დღეს მთავრდება ჩვენი ბავშვობა. და დღეიდან ვართ უკვე ჯიდები და უფრო მეტი მოგეთხოვებათ, ვიდრე აქნამდე და უფრო მკაცრი იქნება ცხოვრება, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ყველას იმედად გადავასწავლთ. იმდენად პოზიტიურები ხართ და იმდენად მიზანმიმართულები ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა მიმართულება. და ის არის კარგად გავხსენოთ. მანანა ნოზაძე ნომინაციაში მზის თვარისა და დედამიწის გზების დამრიგებელი. ომახიანად, ცოტა ომახიანად თუ შეიძლება ეს არის თქვენთვის დიდი 12 წლიანი მოლოდინის დღე, ხომ ასეა რა? და რა თქმა უნდა ცოტა სევდანარევია, მაგრამ წინ მომავლისაკენ წარმატებულად რა თქმა უნდა და შემართებულად. ძალიან გთხოვთ, არ შეუშლით არაფერს მომავალში, ხომ ასეა რა? არანაირი დაბრკოლება თქვენთვის არ არსებობს, არანაირი რუბიკონი. ყველაფერს წინ და წინ ასე ვთქვათ გავწევთ ცხოვრებაში, როგორც საჭიროა. გილოცავთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ღმერთი თქვენთან. მძია გოგოლაძეს ნომინაციაში ისტორიის მძაფრის მთავარი რჩევები. გთხოვთ სცენაზე. მოგესალმებით
დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ემოციურია, ემოციებით ვარ დატვირთული. მეგონა რომ დღეს არ ვიტირებდი, მაგრამ არ გამომივიდა. ადამიანის ცხოვრებაში არის ალბათ დღეები, რომლებსაც გონებიდან ვერ წაშლი და ჩემთვის ეს დღე არის ამ ბავშვებთან პირველი შეხვედრის დღე, როდესაც მე მათ მეხუთე კლასში შევხვდი, ერთ შემთხვევაში ნაწილს როგორც დამრიგებელს და ნაწილს როგორც პედაგოგს. და სწორედ ძალიან კარგად მახსოვს ამ ბავშვების გაცნობა, როგორ წარმომიდგინეს თავიანთი თავი. ყველამ დამიხასიათა თავიანთი სურვილები, ინტერესები და იმ დღიდან მოყოლებული ვიხსენებ განვლილ წლებს. 8 წლის განმავლობაში რამდენი სირთულეები გადავლახეთ ერთად. Ქონდა ღონისძიებები, ექსკურსიები, ერთად გატარებული დღეებით გამოწვეული სიხარული თუ გაბრაზება და დამერწმუნეთ ძალიან ბევრი იყო ასეთი დღეები, როდესაც მაბრაზებდნენ და ეს ყველაფერი დღეს რჩება და დღევანდელი გადასახედიდან ყველაფერი არის სევდანარევი და ძალიან სასიამოვნოდ მოსაგონებელი. ამის შემდეგ თქვენ გელოდებათ სულ სხვა სამყარო, სულ სხვა გზა, უფრო მეტად რთული, უფრო მეტი ემოციებით და პრობლემებით დატვირთული, უფრო მეტი ბარიერი გექნებათ გადასალახი და მეტი პასუხისგებლობა გექნებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაფერ ამას შესანიშნავად გადალახავთ. ჩვენი ურთიერთობის მომენტში იყო ძალიან ბევრი შრომა, განსჯა, ფიქრი, თანადგომა, თანამშრომლობა და მე მინდა ჩვენს კლასში შემსვლელ ყველა პედაგოგს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ბავშვებისათვის, თუნდაც მცირედი წვლილი, რომელიც თქვენ შეიტანეთ მათ აღზრდა განათლებაში. მე მინდა დიდი მადლობა გადავხადოთ ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ ადელინას იმ დახმარებისთვის, თანადგომისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში გვიწევდა. ასევე ქალბატონო თამარ, თქვენს იმ თანადგომისთვის და მე და ქალბატონი თამარი დღეს ვიხსენებდით სწორედ რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ბავშვებთან თამართან ჩამიყვანიან, თამარი შემოსულა კლასში და დარიგება მიუწია ამ ბავშვებისათვის. მინდა გზა დაგილოცოთ ბავშვებო, მოგეფეროთ ყველას, გისურვოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეთ. არ დაგეკარგოს თქვენი თავის იმედი და პატივისცემა და თავად მეგზური ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანაგზავრი. გილოცავთ სკოლის დამთავრებას, მიყვარხართ, გეფერებით და კოცნით. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს სკოლის მთელ კოლექტივს, პედაგოგებს. დიდი მადლობა ჩვენი შვილებისთვის, ყველა ჩვენი შვილებისთვის გაწეული შრომისთვის, რაც ჩვენ შვილებს თქვენ ჩაუნერგეთ ეს წყარო და ეს სიკეთე, რაც მთავარია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს დირექტორს ადელინა ენხვიძეს, ჩვენს სასწავლო ნაწილსა მთელ კოლექტივს. გიხდით მოკლედ დიდ მადლობას.
სიყვარული ყველამ გულით ვატარო თუ გინდა ჩვენი იყოს სამყარო შვიდობა გსურს ღიმილი გვინდა ერთა დავაგდო მეგობრობის დიდი პირამიდა ელი ხელს მივცეთ გული გულს მალობთ რომ ვცნობ თქვენგან სიყვარულს ამ სიმღერით ყველას გემშვიდობებით ერთად ვარ და ერთად ვიმღეროთ რომ დღეს ღიმილით ზესავით გაგვათბობს და იგი ერთმანეთს ვაჩუქოთ შვიდობა გსურს ღიმილი გვინდა ერთად დავაგდოთ მეგობრობის დიდი პირამიდა ხელი ხელს მივცეთ გული გულს მალობთ რომ ვცნობ თქვენგან სიყვარულს მოკლედ რაღაც მინდა ეხლა ვთქვა. ამ ლამაზ დღესთან ერთად დღეს ერთ-ერთ ჩვენ ლამაზ კლასელს აქვს დაბადების დღე და მინდა ყველაფერი საუკეთესო გუსურო. სოფი.
Macarena, que tu cuerpo es para dar la alegría y cosas buenas. Dale a tu cuerpo alegría, Macarena. Macarena. Dale a tu cuerpo alegría, Macarena, que tu cuerpo es para dar la alegría y cosas buenas. Dale a tu cuerpo alegría, Macarena. Macarena.
Yeah.